დღეს უკვე მესამე სერიას ამზადებთ, ხო? დათო, მესამე სერია იქნება ჩვენ ამ წუთას ვიმყოფებით ქუთაისის ჩვენს ფილიალში და კიდევ ერჯერ მინდა ერთი ლამაზი ქუთაისელი ქალბატონი წარმოგიდგინოთ. ესე მოირგოს სამსახური მეორეს ვერ ნახავ დედამიწის ზურგზე და ესე უხდებოდეს გებესმაიკა და მათემოტორსი კიდე იშვიათია. Ani, შენ იმდენად შეაყვარე ქუთაისელებს, თავი ქუთაისელებს უყვარდი, მაგრამ იმდენად შეაყვარე თავი, რომ შენ გიჯერებენ და რო ეუნები, რომ ეს ავტომობილი შენთვის უკეთესია ვიდრე ის, ადამიანი არ გიწყებს საუბარს, რომ მართლა, იმიტომ რომ შენ ადამიანს ეუნები იმას, რაც არის სიმართლე. მე მინდა იმერეთის მოსახლეობას დიდი მადლობა გადაუხადო იმ დობისთვის, რასაც ემდობა ანის ამ კომპანიას და მის დამფუძნებელს და მთლიანად ჩვენს გუნდს. აი ესენი არიან აქ, ვისაც ხედავთ, შეხედეთ. ახალგაზრდები არიან, რამდენი წლის ხარ ბიზია? 25 წლის. შენ რამდენი ხარ ბიზია? 23. რამდენი წლის ხარ? შენ ასაკს არ ვიტყვი. შენ რამდენი წლის ხარ? 22. აი შეხედე. შენ? აი, შენ? რამდენი? 14. თქვენ? აი, ხო ხედავ? აი, უყურე როგორ არის. მომავალი თაობის არის ეს ქვეყანა. ზოგი ამბობს, რომ კომპანიაში უნდა მოიყვანო ადამიანი, რომელმაც 3 ფუთი მარილი ჭამა, არ უნდა მას 3 ფუთის მარილი ჭამის დრო წავიდა. ახლა მოდიან ახალგაზრდები, რომლებიც არიან განათლებულები და უფრო ითვისებენ, რაც საჭიროა საქმისთვის და სწავლობენ, ხო? ჩვენი დრო სხვა დრო იყო, დღეს სხვა დროა. ხვალ კიდე უფრო სხვა დრო მოდის. მოკლედ, იმდენად ყმაყოფილი ვარ ამ გაყიდვების არ ვიცი. ერთი გაყიდვების ყმაყოფილი ვარ, მაგრამ უყურე როგორ არის, რაც არ უნდა კონდეს ნივთი გასაყიდი, თუ ის ნივთი კარგად არ შეფუთე და კარგად არ აუხსენი ადამიანს, რომ ეს ნივთი შენ სარგებელს მოგიტანს, არ იყიდის, უნდა დაუმტკიცო. ამას ანი პირველი დღიდან ყველაფერს ახერხებს და მთელი ჩვენი გუნდი აი ამ გუნდს დიდ მადლობას გიხდით. უყურეთ რა არის. პირველი ცხოვრებაში არის ნდობის მოპოვება. მე გითხარი დღეს სუფრაზე ნდობა რომ მოიპოვო, გინდა 1 საუკუნე და საქმის გაფუჭებას უნდა 1 წუთი. აქედან გამომდინარე ნდობა უნდა მოიპოვო და ეს ნდობა უნდა შეინარჩუნო. ani ქუთაისის ფილიალში ჩათვალე რომ იმდენად ბევრი ავტომობილი გაყიდა, ჩვენ ვფიქრობთ რომ მომავალში უფრო მეტი დიდი ცენტრი მქონდეს და გავაფართოვოთ და მაკეტი ამას წინა ჩვენ ვაჩვენებთ და გვექნება ძალიან დიდი ცენტრიც. ამ ეტაპისთვის ეს აკმაყოფილებს იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. აი ნახეთ, როგორ აქვს აწყობილი ყველაფერი. მოდი აი როგორ არის აწყობილი აქ ყველაფერი. ავტომობილები არის გარეცხილი, გაწყრიალებული. აი წარმოიდგინეთ, იქ ერთი მანქანა გვაკლია, აქ მეორე გვაკლია, იქ მესამე. რატო? იმდენ მანქანას ყიდის, რომ ვერ ვასწრებთ ავტომობილის ჩამოყვანას და ამისთვის საყვედური უნდა უთხრა დირექტორს, რომ ადამიანი მანქანებს ყიდის და მანქანებს არ უგზავნის. შენ წარმოიდგინე. პირველი არის ჩაცმა, როგორ შეხვდები მომსვლელ კლიენტს. იმას შეიძლება ცუდად ესვას, მაგრამ შენ ხო აქ დირექტორი ხარ, მენეჯერი ხარ, შენ უნდა დახვდე სვეცკად და ეს უნდა კონდეს გაწყრიალებული ყველაფერი და ამიტომაც ყიდულობენ აქ მანქანას. აი ახლა შეხედეთ. ავტომობილი არ აყავს. 1 ადგილი, 2 ადგილი, 3 ადგილი და ამისთვის კოტე დაჭკბოდი აქ. ავტომობილები მე გუში რო გაიყიდა, დღეს აქ უნდა იყოს, ეგრე არ არის. დასვენების დღე გამოვაცხადე. ახლა ქუთაისელს ხელს აფარებ, ხო? მაგრამ ქუთაისელი თბილისში დირექტორია. მთელი თბილისის გაყიდვების მენეჯერები აქ არიან. წამო გარეთ ნახოთ ყველამ ერთად. წამოდით. აი
ეს რაც გავხსენით იმ დღიდან ჩვენ ძალიან ბევრი ავტომობილები გავყიდეთ და მთელი იმერეთისა და ქუთაისის მოსახლეობა არის მადლიერი და კმაყოფილი. ერთი ადამიანი არ ყოფილა ჯერ და არ მინახია რომ მივედი და უკმაყოფილო ვარო, მაგრამ რამდენ ავტომობილს გაყიდი, იმდენი ტორტი მოაქვთ. ტორტებიც მოაქვთ, შამპანურებიც მოაქვთ. კი, მაგრამ ის ტორტი არ ჭამოთ, იმიტომ რომ დიეტაზე უნდა დადგეთ, დიეტაზე. ტორტი აჭამეთ ამას, შეხედე დირექტორს. მოდი აქ, აი ტორტი უნდა ამას, დირექტორს უნდა ტორტი, თორე შენ და შალვას ტორტი რა გინდათ? კიდევ ერჯერ იმერეთის მოსახლეობას დიდი მადლობა გადაუხადოთ იმ დობისთვის, რასაც ჩვენ გვენდობიან. იმერეთის ხელისუფლებას დიდი მადლობა გადაუხადოთ, რომ დიდი სურვილი აქვთ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი ცენტრი იყოს და ჩვენს ხვალინდელ დღეს გაუმარჯოს და ხვალინდელი დღე უკეთესია. მათე მოტორს გაუმა? გაუმა? შალვა. ჯოს, აი შალვა ხო ხედავ რა მაგარია. გისურვებთ წარმატებებს. ბედნიერად.